ქართული ნატურალური წვენების ექსპორტი იზრდება, ადგილობრივი მწარმოებლები ექსპორტის გაფართოებასა და ახალი პარტნიორების მოძიებაზე მუშაობენ. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა ხდება საერთაშორისო გამოფენები, სადაც ქართული პროდუქცია უცხოურ ქსელებსა და მსხვილ დისტრიბუტორებს ეცნობა. როგორ ვითარდება ნატურალური წვენების ადგილობრივი წარმოება, რა გამოწვევებია დღეს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის და რამდენად კონკურენტულია მთლიანობაში ბაზარი, თემაზე ვრცლად სტუმართან ალალის წვენების მწარმოებელი კომპანია აჩინებულის დამფუძნებელთან გოჩა ღვინეფაძესთან ერთად ვისაუბროთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ჩართვისთვის. მაშ ასე, რა ტენდენციებია ქართულ ბაზარზე და რეალურად რამდენად აქვს ამ სასმელს პერსპექტივა, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის კუთხით? გამარჯობათ, მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. ჩვენს ნატურალური წვენების წარმოება წელიწად ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა, მაგრამ არასაკმარისად ზრდადია და საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშეც არის ეს დარგი. ჩვენ ძირითადად მუშაობთ ადგილობრივ ნედლეულზე, ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე რა ხილი და ნედლეულიც გვაქვს. დამზადებული პროდუქცია შესაბამისად და ბაზარზე უკვე მოთხოვნაში არის ისეთი წვენები, როგორც არის ალუბლის წვენი, ყველა დიდი მოთხოვნადი ბროწეულის წვენი, პორტოხლის წვენი, რომელიც საქართველოში უკვე პრობლემაა და ხელმოუწვდომელია. ანუ თავად პრობლემას რა წარმოადგენს დაუშვათ ნედლეულის სიმცირე და დაუშვათ კონკურენციის კუთხით როგორი სურათი გვაქვს, რამდენად შეგიძლიათ რომ კონკურენცია გაუწიოთ მაგალითად ქართულ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას? ადგილობრივ ბაზარზე ხარ პრობლემებიც არის და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, იყო ფასების კომისია შეკრებილი. ჩვენ დარგს გადამამუშავებელ წარმოებას აქვს სერიოზული პრობლემა. პირველ რიგში რომ ნედლეული არ არის არასაკმარისი, ჩვენ გვაქვს ატამი ვაშლი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე არის ნაკლებად მოთხოვნადი. რაც შეეხება შესაფუთ მასალებს, იგივე ბოთლს, რასაც ვაცხავთ, იგივე ხუფი, ეტიკეტი, რასაც ფეკიჯით ვეძახით. ძირითადი 80% ეს შემოდის ექსპორტირებულია, ასევე ხაზები მთლიანად უცხოურია ევროპული და როგორც სერვისი, ისევე ამ დანადგრების შეძენა, პეკიჯინგ შეძენა გვიწევს საზოგადოებას. ადგილობრივი არის მარტო ჩვენი მუშახელი და ნედლეული ისეთი სახეობები გვაქვს ნედლეულში, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე არ წარმოადგენს პირველად მოთხოვნას სახეობას. კი ბატონო. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს დაუშვათ ექსპორტის კუთხით როგორი პერსპექტივა გვაქვს? მაგალითად მე ვახსენე გამოფენები, ცოტა ხნის წინ იყო გამოფენა ამსტერდამში, თქვენ მონაწილეობდით. რამდენად პერსპექტიულია ასეთ გამოფენებში მონაწილეობა და რეალურად შედეგი თუ გაქვთ? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ამსტერდამში 26 წლის 19-20 მაისს გაიმართა Word of Private Label International-ის Trade Show, სადაც მთლიანი პავილიონი ჰქონდა საქართველოს დათმობილი. ჩვენი სამინისტროს დამსახურება იყო, ვიყავით 7 კომპანია წარმოდგენილი. ეს არის private label-ის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში 100-ზე მეტ მსხვილ კომპანიას, როგორც წარმოებელს, როგორც ქსელურ მარკეტებს, ისე სადისტრიბუციო კომპანიას, რომელთაც მოთხოვნა აქვს თავიანთ ბრენდის ქვეშ აწარმოონ თავიანთ პროდუქციას. და ჩვენი ნედლეული, ჩვენი პროდუქტი, მიმართ სახელით გადის. საკმაოდ საინტერესო იყო, საინტერესო შემოთავაზებები არის და ნახოთ, იმედი ის თვალით უყურებთ ამ გამოფენას, იმიტომ რომ ეს მესამედ მივიღეთ მონაწილეობა და ყოველდღე რაღაც შედეგი სპონტანეა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა და წარმატებებს.